საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლების მედიაციის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს და ეს ამბავი უნდა გაგიზიაროთ დილიდან. იქამდე კი შესავლისთვის გეტყვით კონკურსის ისტორიას, რომელიც 23 წლის წინ იღებს სათავეს ჯერ კიდევ ჩიკაგოში. ლოიოლას უნივერსიტეტში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ეს კონკურსი ლუც წლებში ამავე უნივერსიტეტში ტარდება, ხოლო კენტ წლებში კი კონკურსს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტი მასპინძლობს. 2025 წელს კი კონკურსის მასპინძლად საქართველოს უნივერსიტეტი შეირჩა და მასში მონაწილეობის მისაღებად თბილისში 23-მდე ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტები ჩამოდიან. რა ამბავი დატრიალდება საქართველოს განათლების სისტემაში გაზაფხულზე 4-დან 8 მარტის ჩათვლით დეტალებს უკვე სტუმრისგან მოვისმენთ. ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი არის ჩვენთან ერთად. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიყვარს აქ მოსვლა და დილის საქმიანად დაწყება. ჩვენ თქვენი მასპინძლობა გვიყვარს. დიდი ხარია და ყოველთვის. ანა ჩვენ ვიცით UGS საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლების და მთლიანად უნივერსიტეტის პრიორიტეტზე. ეს არ ეხება მხოლოდ სამართლებრივ მიმართულებას და სკოლის პრიორიტეტიზაციას, ეს ეხება მედიაციის თემას. არაერთხელ ამ სტუდიაში ყოფნისას თქვენგან ეს ყოველთვის ხაზგასმული იყო. მეორეს მხრივ, ჩვენთვის საინტერესო არის რა შესაძლებლობებს უხსნის ეს რეალურად სტუდენტებს, რა ღონისძიებასთან გვაქვს საქმე და როგორც პროფესიონალმა გითხარით, რატომ არის ეს თემა ესეთი პრესტიჟული, გამოსარჩევი და აღნიშვნის ღირსი. მადლობა შეკითხვისთვის. მართლა სწორად არის ეს საკითხი დასმული, როგორც თქვენ გითხეთ, გიორგი, იმიტომ რომ დღეს პროფესიები თვითონ თავისთავად არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. იმ დროს, როცა მე იურისტობას ვეუფლებოდი, სამართალს სწავლობდი, სხვა მოთხოვნები იყო ბაზარზე. დღეს უკვე სხვა მოთხოვნები, არავის სჭირდება ერთ საკითხზე ძალიან ღრმად ფოკუსირებული იურისტი მხოლოდ, არამედ სჭირდებათ ისეთი იურისტი, რომელიც სხვა საკითხებშიც კარგად ერკვევა პირველ რიგში მოლაპარაკებებში. იმიტომ რომ დამეთანხმებით თქვენ და განსაკუთრებით ალბათ თქვენი მსმენელი, საქმიანი მსმენელი, რომ ადამიანები ქირაობენ, კომპანიები ქირაობენ იურისტს არა მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლოში წარმოადგინონ, არამედ იმისთვისაც, რომ მოლაპარაკებებში დაეხმარონ მათი უფლებების დასაცავად, ხო? ამ კუთხით ჩვენ სამართლის სკოლაში პრიორიტეტს ვანიჭებთ ისეთი იურისტების გამოშვებას, ისეთი კურსდამთავრებულების გამოშვებას, რომლებსაც სამართლის ღრმაცოდნის გარდა სხვა უნარებიც აქვთ. მაგალითად, სავალდებულოდ ვასწავლით ეკონომიკას. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი რა შუაშია იურისტი და ეკონომისტი, ხო? ცხადია, თქვენ ამ საკითხზე ცოტა სუბიექტური იქნებით, ისევე როგორც მე. და მოლაპარაკებებს. როდესაც იურისტმა იცის კონფლიქტის გადაჭრის ალტერნატიული საშუალებები, ის აუცილებლად არ უბიძგებს თავის კლიენტს, რომ წავიდეს სასამართლოში, რომელიც ზოგჯერ ძალიან სასარგებლოა კლიენტისთვის, მაგრამ ზოგჯერ არ არის სასარგებლო. აი, ჩვენი ქვეყნის მაგალითზე რო ავიღოთ. ჩვენ ვიცით რამხელა არის ბაზარი საქართველოში, ხო? წარმოიდგინეთ, რომ კომპანიებს შორის ხშირად არის, რომ რაღაც სადავო საკითხები წარმოიშვება. ყოველ ჯერზე სასამართლოში წასვლა იმ პირობებში, როცა გადატვირთულია სასამართლო. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს ნდობა არის ძალიან შერყეული. იმ პირობებში, როდესაც ან გაიმარჯვებ, ან დაამარცხებ, ან დამარცხდები, ხო? ასეთ პირობებში ამ კომპანიასთან პარტნიორობის გაგრძელება წარმოუდგენელი ხდება. წარმოუდგენელი ხდება, ანუ როდესაც ვიღაცასთან ან პროცესს მოიგებ, ან წააგებ, მასთან პარტნიორული ურთიერთობა ძალიან ძნელი გასაგრძელებელია. ანუ თქვენ აღჭურვავთ ისეთი უნარებით, უნივერსალური უნარებით, მომავალ პროფესიონალს, ვინც ამით არის დაინტერესებული, რომ თავარი მათ შორის, რაც არის ჩემი აზრით, მართალი ბრძანდები, სუბიექტური ვიქნები აქ, იურისტისთვის ერთ-ერთი მთავარი თვისება უნდა იყოს ყოველთვის შესაძლებლობა ჰქონდეს და უნარები იმავდროულად მოილაპარაკოს და არ განავწოს შესაძლო დავა ამ კომპეტენციასთან ერთად ამ უნარებს ზენთ ამ მომავალ პროფესიონალ სტუდენტებს. და სწორედ ეს მიმართულება გვაქვს აღებული როგორც ჩვენი სამართლის სკოლის პრიორიტეტი და ეს კონკურსიც იმიტომ ტარდება წელს ჩვენთან, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ბევრ საერთაშორისო წარმატებას მივაღწიეთ როგორც უნივერსიტეტმა და შესაბამისად ამან მოგცა იმისი
ძალაც და პრინციპში შესაძლებლობა, რომ გაგვეცხადებინა, რომ მოდით ჩვენ ვიქნებით ამ კონკურსის მასპინძელი წელს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრეა მიღებული. უკვე ჩვენ 2 წლით ადრე ვიცოდით, რომ ეს კონკურსი ჩვენთან ჩატარდებოდა. ვემზადებოდით ამ კონკურსისთვის. თუმცა მე უკვე იმ სიტუაციამ, რაც ქვეყანაში იმ კრიზისმა, ძალიან დაგვაფიქრა, საერთოდ რა გავაკეთოთ ამ მიმართულებით. ჩავატაროთ თუ არა, ამ დონეზე იდგა? კი, ეს ჩვენი მხრიდან. მესმის. და შემდეგ მოხდა ისეთი რაღაც, რომ თვითონ ორგანიზატორებთან, რომლებიც რა თქმა უნდა საქმის კურსში არიან ყველაფერი იმითი, რაც ამ ქვეყანაში ხდება, ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით, ვიგრძენით ძალიან დიდი მხარდაჭერა. მათ გითხრეს, რომ პირიქით, აი ზუსტად ახლა არის დრო, როცა ჩვენ უნდა ჩამოვიდეთ, ჩვენ უნდა დაგიდგეთ გვერდით, გამოვხატოთ ამის ჩვენი მხარდაჭერა. ზუსტადაც უნდა ჩამოიყვანოთ ის გუნდები, სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მომავალი წარმატებული. კი, ამ ეტაპზე 20 ქვეყანაა, შესაძლებელია ყოფილიყო მეტი, რომ არა ეს კრიზისი ქვეყანაში არსებული, რომელიც განსაკუთრებით იმიტომ, რომ რეგისტრაციის პერიოდი დაემთხვა ნოემბერ-დეკემბერს სამწუხაროდ შეაცვლევინა აზრი ბევრ მონაწილეს იმ ძალადობრივი დარბევების გამო, რაც ჩვენს ქვეყანაში მაშინ ძალიან ისე იყო, მწვავედ იყო, მაგრამ მე ჩვენც ვიფიქრეთ, ჩვენ გვჭირდება მხარდამჭერები მსოფლიოში. ძალიან ჭირდება ამ ქვეყანას, რომ ყავდეს ბევრი კეთილმოსურნე, ელჩი, ინტერესების დამცავი, თუ ეს ადამიანები, რომლებიც პოტენციურად ხვალ ზეგ უკვე ძალიან წარმატებული იურისტები არიან, ჩამოვლენ ამ ქვეყანაში. ვაჩვენებთ ამ ქვეყანას. გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ჩვენც გაუზიარებთ. ჩვენ გვაქვს ესეთი ხედვა, რომ ეს ადამიანები შემდეგ ჩვენი მხარდაჭერები ხდებიან. ამიტომაც 4 მარტს იწყება ეს. ვიწყებთ. მოყევ პროცესი და წარმოვიდგინოთ წარმოუდგენელი, მათ შორის თქვენთვისაც, რომ მე ვარ სტუდენტი. არ არის წარმოუდგენელი, სწავლა სიცოცხლის ბოლომდე. აი ნახეთ რა, საოცარ შესაძლებლობებს მიხსნის მთელი ცხოვრება და რისი თქვა მინდა? რა შესაძლებლობები ამეხსნება მე, როგორც სტუდენტს ამ შემთხვევაში, თუ აქ მე ვიყავ მონაწილე? დავიწყოთ იმით, რომ ვიწყებთ 4 მარტს გამხსნელი კონფერენციით და ამ კონფერენციაზეც 2 სიტყვას გეტყვით და შემდეგ უკვე არის მოსამზადებელი დღე, როცა ბევრი ტრენინგი უტარდებათ მონაწილეებს და მინდა გითხრათ, რომ ქართული მხოლოდ 2 გუნდი მონაწილეობს ამ ჯერზე და დანარჩენი გუნდების უყოლა საერთოდ ჩამში რამდენი გამოვიდა? 22 გუნდი მონაწილეობს. და შემდეგ არის უკვე რაუნდები და ბოლოს ფინალი, ნახევარფინალი და ფინალი. გარდა იმისა, რომ ამ კონკურსს აქ ერთი ძალიან მაგარი რაღაც, რაც ძალიან მომწონს, არის ის, რომ იურისტს უწევს ყველა როლში შესვლა იმისთვის, რომ ეს კონკურსი პროცესში არის კლიენტიც, ანუ აი კომპანიის წარმომადგენელიც, ერთ რაუნდზე არის ამ კომპანიის ყველა დანიშნულებას კი, ერთ რაუნდზე არის ამ კომპანიის კონსულტანტი, სამართლებრივი კონსულტანტი და ერთ რაუნდზე არის მედიატორი. ანუ ყველაზე კარგად იურისტი მაშინ გრძნობს თავის კლიენტის გასაჭირს, ესე რომ ვთქვათ და შუამავლის როლსაც, როდესაც ის ყველა როლს პრაქტიკულად ირგებს, ხო? ამიტომ ძალიან მომწონს ეს კონკურსი. შესაძლებლობებს რაც ეხება კითხვას რომ დაუბრუნდეთ, წარმოიდგინეთ, რომ ამ მიმართულებით სოფლიოში საუკეთესო შემფასებლები გაძლევენ უკავშირს, გასწავლიან, რაც მათ ისწავლეს, გიზიარებენ მათ საუკეთესო გამოცდილებას. ამ ადამიანებს პირადად გაიცნობენ, ერთმანეთს გაიცნობენ პირადად. ხომ იცით, სამართლის წრე ისეთი ჩაკეტილია სინამდვილეში იმ მხრივ, რომ ძალიან დიდ შესაძლებლობებს გიხსნის, რომ თუ რომელიღაც ქვეყანაში შენ მომავალ კოლეგებს კარგად იცნობ, დიდი შანსია, რომ საერთაშორისო მომსახურების ხელშეკრულებასაც გამოკრა ხელი ძალიან მალე. თავარია ეს ურთიერთობები და კონტაქტი. აი ამ networking-ისთვის. ხო. არ ვიცი ზუსტად ამ სიტყვას ყველაზე კარგად ქსელი სანაცნობო ქსელისთვის, პროფესიული კავშირებისთვის, მადლობა, არის საუკეთესო საშუალება. და ყოველთვის, როდესაც დასაქმების ეტაპზე გადადიან სტუდენტები ან კურსდამთავრებულები, დამსაქმებლები ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რამდენ საერთაშორისო კონკურსში ან რომელში აქვს მიღებული
მას მონაწილეობა, იმიტომ რომ იციან ამხელა შრომა მას ჩადებული. 4-ში დაიწყება და გაგრძელდება. 8-ში მთავრდება. 8-ში მთავრდება. ანუ და სად მანდა დარეგისტრირდნენ აი ტექნიკური ნაწილი? უკვე დარეგისტრირებული არიან გუნდ. თქვენც მოგინდათ. ისე სხვათა შორის ჩვენი უნივერსიტეტი უკვე ბიზნესებისთვისაც ატარებს კონსულტაციებს, როგორ შეიძლება დავის ალტერნატიული გადაწყვეტა მათთვის. ჩვენ თანამშრომლობთ ბევრ კომპანიასთან, ჩვენ სერვისებსაც ვთავაზობთ, იმიტომ რომ ბევრი მედიატორი, პრაქტიკოსი მედიატორი ჩემი ჩათვლით ვართ გაერთიანებული ამ უნივერსიტეტის ქვეშ, სწორედ ამ ინტერესების გამო და ბევრ ბიზნესთან გვითანამშრომლია ძალიან წარმატებულად ამ მხრივ, ასე რომ სიამოვნებით ის რაც შემიძლია დაზუსტებით თქვა, რაც ბრძანა ამაც, მინდა გკითხოთ ჩვენი საუბრის ბოლოს ზუსტად თქვენს უნივერსიტეტზე, რომელიც არამხოლოდ ამას აკეთებს, ძალიან ბევრ რამეს აკეთებს და თქვენს გარეშე მქონდა საშუალება ამ ყველაფრის წარმოჩენისა და კიდევ ერთხელ მადლობა კოკათოფურიას თქვენ მთელ გუნდს, მენეჯმენტს, იყო დაარსებული ეს ფონდი, რომელიც პირველი ბრძანდებოდით, რომ ამაც გამოაცხადა ეს 200,000-იანი ფონდი და რაც მთავარია, საქართველოს უნივერსიტეტის სამუშაო სივრცეში მიიღეთ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გამოუშვეს ძირითადად საჯარო სამსახურებზეა საუბარი. აი ეს პროცესი რომ აღწეროთ, ეხლა რა ხდება კიდე უნივერსიტეტში რა პროექტებზე მუშაობს, ასევე ნახე გუშინ და საქართველოს უნივერსიტეტი ასევე ჩართული არის ცხადია დასავლეთ საქართველოში სტიქიასთან დაკავშირებულ ამბებში. გისმენთ? ეს პროექტი მართლა განსაკუთრებით საამაყოა იმ კუთხით, რომ ამ ადამიანებს, რომელსაც გარდა იმისა, რომ ამხელა ფსიქოლოგიური და ფინანსური წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ ამ ყველაფრის შემდეგ და მართლა ფსიქოლოგიურადაც არ არის ეს ყველაფერი ადვილი გადასატანი ფინანსურ ნაწილს რო თავი დავანებოთ. იმიტომ არის კარგი, რომ ეს არ არის რაღაც დახმარების ტიპის შეთავაზება იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენ დავასაქმეთ. ეს არის სრულფასოვნად ამ ქვეყანაში მათი პროფესიონალიზმის გამოყენების გაგრძელების შესაძლებლობა. ანუ ეს ადამიანები რეალურად ჩვენთან მართლა არაჩვეულებრივი გუნდი, ძალიან ბევრი სამწუხაროდ არის ისევ კიდევ მოლოდინის რეჟიმში, რომ სხვა ბიზნესები გააგრძელებენ ამ ინიციატივას, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი პროფესიონალები არიან დღეს დარჩენილი სამსახურის გარეშე, სწორედ აი ამ არაკონსტიტუციური მათ შეზღუდვის გამო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი განაგრძონ სხვა ბიზნესებმა და მე მინდა ყველას უთხრა, რომ ვერ წარმოიდგენთ, როგორი განახლება გვაქვს ჩვენ ამ კუთხით. საოცარი ადამიანები ხარისხიანი და გონიერი. და ჩაერთნენ მთელი ენთუზიაზმით, მთელი მათი მონდომებით და რაც თავარია პატრიოტიზმით, რასაც ძალიან ვაფასებთ და ერთი რამე მინდა კიდევ თქვა ძალიან მოკლედ, რომ ამ კონკურსის შინაარსი იყო ჩვენთვის კიდევ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მედიაციის კონკურსის. ეს არ არის მხოლოდ კონკურსი, არ არის მხოლოდ სტუდენტური კონკურსი. ამ კონკურსის მთავარი თემა წელს არის მშვიდობის გადააზრება. იმიტომ რომ სამწუხაროდ დღეს მშვიდობა იყიდება ცოტა დამახინჯებული, ცოტა შეიძლება კი არა, ბევრად დამახინჯებული ფორმით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავიაზროთ, პირველ რიგში ახალმა თაობამ გაიაზროს, რომ რა არის სინამდვილეში მშვიდობა. და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მშვიდობაზე, რა კომპონენტებს უნდა შეიცავდეს, რომ არ შეიძლება ვისაუბროთ მშვიდობაზე იქ, სადაც ადამიანის უფლებები არის დარღვეული, სადაც ადამიანის ღირსება არის შელახული, სადაც ერთმანეთის უფლებების პატივისცემა არის დაკნინებული და ჩამოშლილი. ამიტომ როცა ვლაპარაკობთ, ამაზე იქნება სხვათა შორის კონფერენციაზე საუბარი და ღია ამ კონფერენციაზე მონაწილეობა ძალიან მინდა, რომ ვისაც სურვილი აქვს, გვეწვიოს და დაესწროს 4-ში ამ კონფერენციას ჩვენს უნივერსიტეტში იქნება პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც კონფლიქტის გადაჭრაში, მათ შორის სახელმწიფოებრივი კონფლიქტის გადაჭრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა დროს და ახლაც მონაწილეობენ, გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვებს მშვიდობის გადააზრებასთან დაკავშირებით და მგონია, რომ ძალიან სასარგებლო იქნება, რომ ამ მხრივ აუცილებლად უნდა გამოვხიზლდეთ და მადლობა საინტერესო საუბრისთვის ანა ხურციძე